მოგესალმებით რიპოსტერი მოგროვებო ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადმოცემას. მიესალმებით ბორის ჯონსონს. ორი ამბავი მოხდა გრანდიოზული ორი ამბავი მოხდა. ერთი არის მიმდინარეობს ირანსა და ძალიან ახლო აღმოსავლეთში ამბავი. ძრა, ესე იგი გეოპოლიტიკური და მეორე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ქაქები გაერთიანდნენ და ერთი დიდი ქაქი წარმოადგენეს. შენ რატო მესამე მნიშვნელოვანი ამბავიცა? ბორის ჯონსონი გიყურებდა? ბორის ჯონსონმა ითავა ეს საქმე ჩვენი დასაქცია პოზიტივი თქვა ბორის ჯონსონმა. ბორის დიდი მადლობას მოგახსენებს შენი დედაცვატირეშენი და არც შენ. ანუ უკრაინაში ომის გაგრძელებაზე და პოსტის ორი დიდი ცოდვა და გეოპოლიტიკური საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთი რომ გააგრძელებინა ომი ზელენსკის სპეციალურად ჩავიდა ხელი არ მოაწერინა სტამბოლის სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეორე რომ დაგვასაქცია ჩვენ პოზიტივი. არა, ბორის ჯონსონმა ესე იგი პერსონალურად ახსენა პოზიტივი და იმედი მე მაინტერესებს ეხა ცოტა უკეთრო ჩაეკითხონ და მაგალითად უთხრან აი სამნი და კოში რომელი წამყვანი უფრო გაღიზიანებთ ან რომელი წამყვანი უფრო ოდიოზურია, რომელი უფრო უწყობდა უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს აი ჩვენ სამს შორის და პერსონალურად რო გააკეთოს კომენტარი, აი მაგალითად გური სულთანიშვილი. აი ყველაფერი, მაგრამ ბაჩოს ვერ პატიობ იმას რა, გურის კარჩე. ბაჩო ერთგური. არა, რომელიმე ერთი უნდა არჩე. ანუ ჩვენ ნაკრებს ბალეშიკოვსო და არ ეკადრებოდაო ეგეთი რაღაცა. კიდე ბალეშიკო? არა, ბაჩო, აბა ეხა თქვი. მოდი აბა პირდაპირ. სოფლიოზე იმდენი ახალი მოთამაშე იქნება, რომ იქიდან მომიწევს ავარჩიო ვინმე. მაგრამ ნუ სამცხეო პრემიერ ლიგას ვერ მოვწყდები მაინც უკვე. არა, პრემიერ ლიგას უყურებ რა შუაშია, უყურებთ, მაგრამ მე უბალეშიკობდი მანჩესტერ იუნაიტედს, მთელი ბავშვობა და აი საჯაროდ ვაცხადებ, რომ всё, მანჩესტერ. შენი პასუხი. გადასმული გაქვს ჩემგან ხაზი, ისედაც ხეირი თქვენგან არაფერი არ იყო. ფორმებსაც დავწვავ, რაც მაქვს თქვენი. ხუთი სანქცია ძმა. ხუთი დღე გავიდა. მეტი სანქცია რა, ერთი გულშემატკივარი მოგაკლდათ. აკაცუკა კაკაშკების მიერ დაანონსებული იყო, რომ ჩვენ შეგვექმნება პრობლემები, მაუწყებლობად შეულებრივ გრძელდება უკეთესად კი და პირიქით სხვათა შორის მართლაც უფრო მოტივირებულები ვართ. რაზეც ბევრჯერ რეიტინგის ზაზის აისახა ინტერესი გაიზარდა და თალსახად ეგრეც არის. ასევე დეელოდით. ამასობაში აკაცუკი შმაკაცუკი ხალხი გაერთიანდა. და ბოლოს მოგახსენებთ უკვე აი ეს მოვილიოთ ეს ყველაფერი დღევანდელი ამ ოპოზიციური გაერთიანების შედეგად რადიკალების და დივერსანტების და მე საერთაშორისო ამბებს ნოლების ერთობა. ამომწურავა. მესამე კლასში თუ მეორე კლასში ვისწავლე, რომ ნოლს რო ნოლი მივხვდით, კიდევ ნოლი და კიდევ ნოლი, უსასრულოდ ბევრი ნოლები ჯამში ნოლს გვაძლევს. ნიკა გვარამია რას ამბობს აი ამ რაღაცა ერთობაზე, ერთიანობაზე. ვახციეთ მით უმეტეს იმედმა და პოზიტივიმ უნდა იცოდეს ჩვენი წარმატებების შესახებ. ბევრი განსაკუთრებით ბოლო დღეებია ძალიან თუ გაინტერესებთ პასუხი უნდა მომისმინოთ. უნდა მომისმინოთ. აი ჩვენი გაერთიანებების ჩვენი პასუხი თუ გაინტერესებთ უნდა გითხრათ და დავასრულებ ამაზე ჩვენი ერთიანობის წარმატებები თქვენი ბოლო დღეების კომენტარებით ძალიან კარგად ჩანს. სულ მცირე. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ფუძნდება ოპოზიციის ალიანსი, ეს არის ერთობა ერთად გამარჯვებისთვის. მე მაქვს ჩემი პროგნოზი რა. ხო და სანამ აი ზუსტად ამაზე მინდა კომენტარის გაკეთება. ეს ალიანსი რო დაფუძნდება, რომ კაი პირველი რაღაცა მოძრაობა რო შეიმჩნევა ჩერგო დაშლის ამ ალიანს პირველი ან თვითონ გამოეყოფა ვიღაცასთან მოუვა კონფლიქტი უეჭველი ხელს დაარტყავს იქ იქნება აროგანტული რომ მე მაგალითად თინა ბოკუჩავაზე უკეთ ვიცი რაღაცა რა ნეოკონების ისტორია და ეს რა მოხდება ხო ეს ცუანა ჰიპსტერი აღარ არის ცუანა ჰიპსტერი აბა ვინა მარტო ცუანა ცუანა ადამიანი კი ბატონო რაღაცას ჩაიდენს ისეც რასაც ჩერგო ვერ დაეთანხმება დაგმობს იქვე მიზანი უპირველეს ყოვლისა მიზანი არის იდეური ერთობა ის იტყვის და ეგრევე ატყდება აი ამ ქალების ჭუბი რა ტალახში ბალიშებით კი ბატონო ხო იცი ჭიდაობარ ვარ ქალების საინტერესო მოდი გავუშვათ აბა ეხლა ჩერგო
ვარ. გამარჯვების გზას ჩვენ ვაპირებთ. აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ახლა შედგა ალტერნატივა. აქცია მიდის დასანქცირებულები აგერხართ და ეხლა შეიქმნება ალტერნატივა. სამივე მხრიდან არ ყავს დაკარგული ელექტორატი, ძალიან დიდი ელექტორატი ყავს, ძალიან დიდი ელექტორატი ყავს, ჩვენ გამოუთხრით ძირს ქართულ ოცნებას. ასევე შემოგვიერთდება. ყველა შემოგვიერთდება. ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ყველა შემოგვიერთდება. მე გავიგე. ესე იგი, ჩვენ ხო გვაქვს აი ტრიადული სისტემა, მამაღმერთი და სულიწმინდა, ამან აქცია, სანქცია და ალტერნატივა. ხო. მამული სარწმუნოება, ღვინო დუდუკი ქალები მართალი ხარ? აქცია, სანქცია და ალტერნატივა. ალტერნატივა, აქცია მიმდინარეობს, სანქცია აგერვართ, ხუთი კაცი. სანქცია აგერვართ, ალტერნატივა კიდე აგერვართ. საოცარი ალტერნატივა. შორის ტრიადული სისტემა. აუ, ჩემი. ეს რო გწოდნოდა ჩვენ. ბიჭო, დაგვერხა რა. სანქცია, აქცია, შმაქცია. კი, მაგარი წმინდა სამება შეიხრა რა. ახ, თქვენი დედავატი. ირაკლი კუპრაძე. კუ არისო ხო მანდ? ეს კომუნიკაციები არსებობს, თუმცა რაიმე ტიპის ხელოვნური ერთობა, სადაც დობის კრიზისია, ახალი დოკუმენტების ხელმოწერა, რომელსაც უკვე ხელი გვაქვს მოწერილი, მაგრამ ქართულ ქარტიას ხელი ხომ მოვაწერეთ. იმეს ხوار გადაუგდია, ეს ქართული ქარტია. არც რაღაც ჯვარი აგვიყრია. არა, ის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც თანამშრომლობაზე შევთანხმდით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრინციპებზე შევთანხმდით. ყველაფერი შეთანხმებული ვართ. იმის მიღმა ყოველ ჯერზე ხშირად რა ხდება, იცით? როცა მძიმე გავაჩეროთ. მართალს ამბობს ბოლომდე და ამაზე მინდა კომენტარის გაკეთება. მოკლედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ეხლა ვინც დააფუძნა ალიანსი ოპოზიციური, ესენი არიან იმ დონის დივერსანტები და იმ დონის დაბალი სიმბოლური და სოციალური კაპიტალი გააჩნიათ, რომ თავის თავს არ ენდობიან. ჯერ პირდაპირ ეთერში დაფაზე აწერდნენ ხელს, იმდენად არ ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ ხალხს ანახებდნენ, იკიცებდნენ საჯაროდ და მაგ ხელმოწერის დროს ეგ ეთერი ვერ ჩაატარეს ერთობით. ერთმანეთში იჭუბა ნიკამელიამ და გუბა სანიკიძემ. ეგ ეთერიც კი ვერ ჩაატარეს ერთობით. ეს არის ყველაზე ბინძური ძალა, რაც კი შეიძლება საქართველოს დაემართოს. მართლა ესეთი ბინძური, მონური კოლონიალიზმი, აი ჩვეულებრივი ესენი არიან ცუდი დაბალორგანიზებული ევროპელები გზირი მონაწილეობს ამ თვითონ როგორც ამბობს სააკაშვილი მონაწილეობს ამ ერთობაში და ჩერგოს ჩვენზე მეტად ოცნებაზე მეტად ლანძღავს ამას და რას არ უწოდებს შეურაცხყოფელს სიტყვებს სააკაშვილს და მიშაზე რა აზრი აქვს ხო და მიშა თუ არის ამ ერთობაში ანუ აღარ იქნება ისეთი რა ვიცი რა ვთქვა რა მანიაკი შიშარას დედის ჩვენ ყველაზე მაგარი ლაპარაკია ჩვენ სულ ამბობთ რომ არიან ნაცები და ნაცის სატელიტი პარტიები ესე იგი რამდენი წელი გავიდა 14 წლის შემდეგ ნაცები ისევ გაერთიანდნენ არიან ერთად გვთავაზობენ თავიანთ რაღაცა თან სტრანი არის იმიტომ რომ ამათ თქვეს რომ ჩვენ ოცნებობენ წამებაზე ის არის კოალიცია არა ანუ ჩვენ ის იდენტობა უნდა შენარჩუნოთ ყოველთვის ჩვენ ნომერი უნდა გქონდეს მაინც რა საარჩევნო და პირველი ის რა აქვს იცი რომ ხო შეიკრიბნენ ესენი ერთობა შეკრეს ურყევი და გეგმა ხო რაღაც სამოქმედო რომ აი ხალხთან ეს მესიჯი გვინდა ეხა გასვლები ეს უნდა ქონდეს რაღაცა პირველი ვერ რეგიონში მიდიან ზედად როცა ვაშინგტონში უნდა წავიდნენ პირველი ვიზიტით ბატონო როგორც ერთობის ხო წავიდნენ შეხვდებიან ჯო ვილსონს იქაურ თავიანთ პატრონებს მიიღებენ დავალებებს და მე ვიტყოდი არ მინდა გადავიდე გეოპოლიტიკურ თემებზე ჯერ მაგრამ ვაშინგტონს საერთოდ არ ცხელა ვაშინგტონში ისეთი ამბები ხდება. მე ვიტყოდი რომ PR კამპანია უნდა დააგეგმინონ ჩერგოს, მიკი მაუსი, ოჩო ფეხები, ინდიანა ჯონსი, ამერიკაში იქნება. არა, აქ, ხო? იქიდან წამოიყვანო. მიკი მაუსი, ოჩო ფეხები, განგნამ სტაილი და ეგა. მოგებული გაქვთ ახალი ტრიადაში. ხო და შესაბამისად ვაშინგტონში ხა სანამ ეს ომი მიმდინარეობს და შემდეგ მერეც იმიტომ რომ მოდის არჩევნები შუალედური ტრამპს და ქლიანთ არც ოპოზიციას და არც პოზიციას. ამთან ჯერ ამათ მიასრულებს. არა, არც ოპოზიციას და არც პოზიციას ჯო ვილსონსაც კი. ჯო ვილსონს სუცალია. არა მგონია. $1000-ად. რა თქმა უნდა. კი ბატონო. აი გრიგოლია გეგელიას როგორ აქებენ, შეხედეთ? გეგელიას ნახეთ.
აშუაში იყო ეს თემა და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ არ ხართ სამხედრო სპეციალისტი, მაგრამ საგარეო მიმართულების სპეციალისტი ხართ. პროცესის რამდენ ხნიან განვითარებას ელით, ფიქრობთ ირანზე, სვამეხლა ირანში მიმდინარე პროცესებზე, შეკითხვას, კონფლიქტზე და დასრულება, როგორი იქნება თქვენი აზრით, პოლიტიკური მიზანი. უნდა დამთავრდეს ან ეხლა, ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შესაძლოა ვეღარაფერი შეიცვალოს ირანში. აი როგორ ფიქრობ? კი, და ზუსტად ეს თქვა ამერიკის პრეზიდენტს. კი, მე ვიმეორებ ზუსტად იმას, რაც და სწორად თქვა. მე ვფიქრობ, რადგანაც ან ეხლა, ან დიდი ხანი ვეღარაფერი. ან ეხლა, ან თაობების მანძილზე. თაობებისთვის უკვე შეუძლია. მოიცა, ეს თავარი ისა, მე მომასმენინეთ, რომ ვიცოდე როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი ახლა არა, ჩვენ ამის გაშვება არ შეგვიძლია ცენზურა, საკუთარმა თვით ცენზურა მაგვიგზალა, იმიტომ რომ ეს რომ მოისმინოს, დავემხობით, ისეთი მაკარი პროგნოზია. ბოდიში ეს არა, პონტია. არა, ბიჭო, რა არის ცი? ჰეგელია, აი გრიგოლია ცნობილი. იმას არ უშვებთ ბოდიში ქაჯაიამ რო ილაპარაკა. კი, გვაქვს ქაჯაიას. ხო, ქაჯაია გვაქვს. ეს დღევანდელი რაღაცები აქვს და ამის განმავლობაში ქაჯაია მე მაგერამა ქაჯაია. ცეკვაც გაუშვათ მეყანწიშვილი თუ აი ეხლა გაუშვით შეიძლება ქაჯაია? ხმა მაქვს? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქების დაბომბვა? რატომ გაცდა ირანის ტერიტორიას? იმიტომ რომ ირანიდან წასული ტერორისტები, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოება მიცის, რომ სწორედ გუშაქთა კორპუსზე გახდეს აიათოლა ალი ხამეინის რეჟიმი, თავს აფარებენ სწორედ არაბულ სახელმწიფოებზე ამერიკულმა დაზვერვამ, ისრაელმა ძალიან კარგად იცის, სად იმყოფებიან ისინი და სავარაუდოდ ამ სპეცოპერაციების აფეთქებების მიზანი სწორედ ეს არის. გავაჭო, მოკლედ ძალიან ბევრი შეცდომა გასულა ტელევიზიებში რა ერთ წამს შეცდომა არა. მაგას ვამბობ, ძალიან ბევრი შეცდომა გასულა. ძალიან ბევრს არევია თემა, მაგრამ ეს არის ინტელექტუალური ჯოჯოხეთი, ეს არის ტვინის გაუპატიურება. ანა ტუპაია. ბიჭო ოღონდ ყველაზე მაგარი აქ რა არის, იცი ხელში უნდა ეჭიროს პასტა, რომ მეტი დამაჯერებლობა და ისე გელაპარაკება, რომ თითქოს აი ეგ ვინმე რო არ იცოდეს არაფერი მოусმენს, უია, საზოგადოებამ ხო იცის გუშაქთა კორპუსი. ისეთი ხაია გააკეთა, რომ ვაფშე სიცხვილი რო კონდეს, სახლიდან არ უნდა გამოდიოდეს. ანა ტუპაია. ბიჭო, რაზე ილაპა, ანუ ამ ქალაქებს იმიტომ გაცდაო, რომ იქ ისინი იქ არიანო იქო ამან იფიქრა რომ ამედო ეხა არაბები ისინი ყველა ეს ანუ ეს აკეთებდა პროგნოზებს და ისრაელი ურტყავს და ამერიკა ურტყავს თავის ბაზებს სასტუმროებს დაუშვათ აბუ-დაბიში არა თავის ბაზები ჩავარო ცოდნოდა და მე ეს ხალხი გამოვა და იტყვია რომ ყველა ეს გოგო გამოვა და რაღაცა შეგეკამათება რა ყველა ის რა ქვია საქართველოსიო ყველა ტაქსისტიდან დაწყებული დამთავრებული გეოპოლიტიკაზე და კონსპირაციებზე აკეთებს აქცენტს რომ ტიპებს ყავთ საჯარო ეთერში წამყვანი რომელმაც არ იცის ვაშლი და მსხლის გარჩევა ერთმანეთის ხალი კიდია ვაშლი და კარტოფილი არა დაჟე რა ბანანის რა ვაფშე ტელევიზორის და ვაშლის და ტრაქტორის გარჩევა ანუ ოღონდ აქ ყველაზე მაგარი არის დამაჯერებელი ტონი რა რომ ეს ხო გუშაქთა კორპუსი ხო ყველა გუშაქთა კორპუსი მართლა კორპუსი გონია რაღაცა რა პატარა რაღაცა ჯიგრული კორპუსი რა თუ ანა ტუპაია საღოლ გრიგოლიას მერე ტუპიზმი რო გამიკვირდებოდა ამას შეძლო და გრიგოლიაზე მეტი ტუპაია იცით რა მაინტერესებს ამის გაგრძელება ამ ეთერის არა ამ ეთერის ვინმე არ შეუსწორა ბაჭო სამეჯუნე ვარ ვის უნდა შენ არა ვერაფერს ვეღარ ამბობს მე კაცო ვინ შეუსწორა პარამეს გეუბნები იქ ხო და ინგარ ასეუნება რომ არა ეს იქი არ გაკიცხეს კაცო იქ ჯესეთ ვიღაცებს შეეწყოთ რომ მიხვდნენ რომ რასაც ამბობს კაცო ეგრე არა ხო და მაგას ვკითხო ეგრე არა ისეთი რაღაც თქვა რომ აი საუკუნის ტუპიზმი თქვა რა აი რა ვიცი მეორე ხო და ამ დაპირისპირებაში ამას რა ქვია რომელი ხაჯაია ხო და რომელია აქვია ვის ხარეს ხარ შენ აი ვის ხარეს არის choose your fighter ხო აი სა ხო ეს ჯესეთ ვერ ერკვევა ხო და აი რაშიც ერკვევა იმ დონეზე მაინტერესებს
არ უნდა რა თქმა უნდა ირანი არ მოწოს ირანი. და არც ეს ტერორისტები სადაც გაიქცნენ არაბეთის ის ქვეყნებში. ტერორისტები შეიფარა დუბაი და დუბაის დაარტყა ისრაელმა. ამერიკამაც, ხო. ბიჭო, რა სამყაროა რა საინტერესო სამყაროა. და ეს გამოვა მე და გეტყვის რომ ეს რაღაცა ვიცი რა თქვენ deep state-ს ახსენებთ. ეს რაღაცა რეპორტაჟს გააკეთებს აზრის სიტყვის. მე შეიძლება ვიღაცას კითხვა დაუსვას, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს აბსოლუტური ტუპიზმის განსახილება, ანუ რა. ის არ გვაქვს როც ეკვავს. გვაქვს ჯგუფში გდია. აბა მიდი. გაუში. ბიჭო შედევრები გაუშვათ? შაბათ ყვირის გაუშვათ აბა. ჩვენთან ჯგუფშია? დავიდე. ეს ერთი წუთი მეგობრებო, უნდა განსაზღვროთ სად ხდება ეს. თბილისში ირანის საელჩოსთან, როცა ხამენეის სიკვდილის შესახებ გაიგეს. კი ბატონო. მადლობთ. პროსტატა ეხავს, მართლაც ეხავს, ძალიან ეხავს რა. და რო არ ეხავდეს ვიტყოდით, მაგრამ აი შემიძლია აუხსნა კიდეც რა. რატო და როგორ? არა, სხვა ადამიანმა შეიძლება ეს ვერ გაიგოს. მე მგონი ვისაც შენ გინდა რომ ეგ აუხსნა იმასაც იცის რომ ეხა. მაშინ ერთ კონკრეტულ ფრაგმენტზე მინდა რა დაკვირვება რომ ესე იგი ყველა იდეოლოგიას ფაქტობრივად გააჩნია თავისი მტერი. იდეოლოგია ისე ვერ იარსებებს ვერც პოლიტიკური მოძრაობა, ასევე ვერც რელიგიური. აი შმიტის თეორია არის რა, პოლიტიკური თეოლოგია ის ხო ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური თქვათ მოძრაობა არის სეკულარიზირებული ვერსია რა თეოლოგიის. იქ არის რა მეგობარი მტრის დიქოტომია, ანუ ყველაფერს სჭირდება აბსოლუტურად მტერი. მაგრამ მე არ ვიცი ლიბერალური დემოკრატიის და აკაცუკების, გლობალური აკაცუკების გარდა რამე იდეოლოგია, რომელიც მტერს, ესე იგი, სიხარულით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გვამებზე მოცეკვავები. უხარიათ ყველა. მაგას ვამ გლობალური აკაცუკები თქო. მაგალითად ბელადენი რომ მოკლეს. მაგას ვამ გლობალური აკაცუკები რა. ანუ კრებსითი აკაცუკები, ლიბერალური დემოკრატია თქო, მაგიტო აღნიშნე, არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელსაც უხარია. ანუ იმედენად ეთიკისგან დაცლილია, რომ ესენი არიან მკვდრებზე მოცეკვავები. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვიღაც პოლიტიკური ლიდერია თუ მაგალითად ჩვენი ძმაკაცი ბასლა, რომელზეც იგივე მოაწყვეს. ანუ ესენი არიან ჩვეულებრივი მანიაკები. ესენი არიან ეთიკისგან დეფორმირებული მორალის, ეთიკისგან სრულად დაცლილი საზოგადოება. მიხვდი? ანუ არ შეიძლება ასე იმას არ მინდა შევადარო რაინდებს და რაღაც იმას, მტერს უგზავნიდნენ ყველაზე ძვირფას ექიმებს, მაგალითად ხო, რაღაც წესები. ესენი არიან მანიაკები ჩვეულებრივი. ეხლა ინფორმაცია გვამებზე მოგზავნდა და ინფორმაცია რომ ნატოს გენერალურმა დირექტორმა თქვა რომ ნატო არ ჩაერთვებაო. ხო, მოდი ძალიან საინტერესოა ეს ვიდეო გაუშვათ, აი, გაუშვით მიამას ამბავს ეხლა. ის ბოდი სამ მიამას გაუშვით. ბრიტანეთის თავდაცვის რო გააძრო. ჯერ ეს გაუშვით. მაგათო აირიათ. იმიტომ ბრიტანეთის დაჭერილი მაგდა. კვიპროსში. გაიგე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არ მომწონდა ამ კომპანიაში, მინდა გითხრათ, რომ ეს სამოქალაქო პოზიცია, რაც მიამამ გამოხატა არის დასაფასებელი, იმიტომ რომ საჯაროდ დაიწყო ამაზე საუბარი, ისე გაკეთებაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ბრენდს მოუწევს, განსაკუთრებით საერთაშორისო ბრენდებს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო რეკლამის მთლელები, ისინი ვერ შეძლებენ იმედზე და პოზიტივზე რეკლამის განთავსებას ამ მიზეზიდან გამომდინარე და მეორედ მიზეზი ცხადია სანქციების შიში, მაგრამ მე ამაზე ხმამაღლა ისაუბრა და ამის გამო კიდევ უფრო დასაფასებელია და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი საყვარელი მე ამას ყავა, რომელიც სულ მაქვს, იმიტომ რომ ზოგჯერ არ მინდა ხოლმე ძალიან წარე გემოს ყავის. მეგობრი, აქ შეცდომა აქვს ტაქტიკური დაშვებული, გავუშვით ვიდეო, ესე ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი კაცისთვის, მაგრამ რახანის ქუსლებზე არაცვია აქ და ბიჭო, სხვათა შორის ქუსლებზე არაცვია და მაგით ვარი ესე არაპროპორციულია. თორე ამას ქუსლებზე როეცა ერთი წუთი იდებოდა სად იცი? ცათამჯენში შევიდა. მომისმინეთ ერთი წუთი თქვენ ტაიონა ამ ბოლო პერიოდში მე ძალიან მომწონს. ეხლა
ბოლო პერიოდში არჩეული აქვს ეგეთი სტრატეგია, წერს ვიღაცებს, ნომერი ჩამიგდა შენი, გნახავ, ემუქრება. მართლა? გამსახურდიას ვიწერა კიდე ერთმა ირან ჩამყარაშვილმა, ლოკაცია, ნომერი და მაგარი აბლატაებული, მაგარი პატივსაცემი აქვს. ხო იცის ახლა სადაც ავარ და მოვიდეს. არა, ჩვენთან არ აქვს ეგეთი კუსლები არ ჩააქვს. ჩვენთან ეგ პრეტენზია არ აქვს, ჯვარი გწერია ხა. დასამუშავა. და კუსლები არ ჩაიცვას, თორე იმენა მარტო კუსლით ვინძე გავგიჟდებით რა შემეშინდება. ცუდი რაღაცა. ბიჭო, ეგ ძალიან მაგარია. მაგრამ პროსტე სიმსახურებს. არა, ეგ ძალიან მაგარია, რო წერს. ნომერი მომეცი და შებეროს იგრიალე ოქრო. მე იყო, ანუ მე ამამ კაი პოზიცია დაიჭირა ბოლოს. კაი არა. კინები მიღო და არც აქ სორი, მოდი ვთქვათ, მაგრამ არასწორად დაიწყო, ვეღარ გამოასწორა მთლად კარგად, მაგრამ უარესი. სწორად უნდა იარო ადამიანი. მე რა მეტრეველი გავუშვით რა მაგარი კაცი, შლანგი. მე რა მომროგილაპარაკა ჩვენზე და მოგწონდეს იმედი, რასაც აკეთებს, ახლა განსაკუთრებით პოსტების ხორცსა საერთოდ არ ვიტყვი არაფერს, როცა ისინი საუბრობენ რაღაც სიტყვის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ, გასაგებია, ყველას აქვს უფლება რაც უნდა ისაკეთოს, მაგრამ მე ყველას აქვს უფლება ამაზე რეაგირება კონდეს. და მე თვითონ რატო არ რეაგირებს ძმაო, რატო ელოდება ბრიტანეთის აქციას? თუ ეგრე არის ბაზარი. ირეაგირა. თვითონ რაში ირეაგირა? დაგირეკა? შლანგი ვიტა. მაგრამ ისე სხვა შორს ლიბერალებმა ეგ კარგი არის, რომ ოდესმე შეიგნონ, რომ ეხა ამ სანქციებს ხო გადაწყვეტეს, რომ ეხა ავარ აეგონათო კაცობრიობენსო, ქმედებასო, უკუქმედებაც მოძდევსო და ისეთ ლიბერალებმა უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, რომ Facebook-ში ნათქვამი სიტყვები არ იკარგება და მაგაზე მოგიწევთ შემდეგ. რეალურ ცხოვრებაში პასუხისგება და ამიტომ მაგისთვისაც არ უნდა იყოთ. გეილახებით. თინა ბოკუჩა. დაიცა ერთამ. ოღონდ მართლა გაილახებით და ჩემგან და ბაჩოსგან. კაი, ნუ იმუქრები. ბიჭო, მერაბა მეტრეველმა ჩვენზე ისაუბრა, არ ვიცი თუ არა ის ვიდეო. ეს რა საზიზღრობა ხდება ეს სამნი და აბა არ ვლაპარაკობ. არა, ვინ არიან ეს სამნი და კორა არა. უბრალოდ ერთხელ უყურებდო არგუმენტს ველოდებიო, ჩემზე ლაპარაკობენო არგუმენტს ველოდებ. პირდაპირ ლანძვა არ დამიწყეს, ხო და კიდე გაგლანძღავთ ერთ შეშელანძო. შლანგი რო იყო, მაგისი ზედმეტსახელი გალანძღვა ეხლა? არა, ველოდებოდიო რომ რამე მიზეზით გამლანძღვა. რა თუნდა მიზეზი შლანგია? მიზეზი, ხო? პირდაპირ ხაჯაჩი მიზეზია. კი, ეგრევე. კომპრომატი ხარ? არა, ბიჭო, ხა არგუმენტებზე დავკარგე. არა. არგუმენტი არა ის. ცივი შამპანი ვიყარი. და ვარცხი და ცივი შამპანი. თვითონ ხო არგუმენტი რეგულარულად გვებრძვის, არა? არგუმენტმა მოკლა ბაბუაში. ხო, ცოტა ძიმი არგუმენტი იყო და მოხვდა და მოკლა. არგუმენტი. ის წყაროც ვარ დაგისა. პატახდვა. ცნობილი რაკეტა პატახდვა. არგუმენტ წყაროც უნდა დაუსახელო. არ მე ვაპირებდი არგუმენტი მეთქვა, მაგრამ ისე კარგად შევერეთ რომ აღარ ჩავერე. ისე თურამე იყოს თურამე გაკ. თინა ბოკუჩავა გვახსენია. აუ შენ ადეკვატური რჩე მისიაზე. მე რამას თვალში ადეკვატური ბიჭი ხარ. თინა ბოკუჩავა. მათი დეზინფორმაციის მანქანა არის დაკოჭრებული და ჩვენ ამით ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით უნდა ვიხეიროთ იმ თვალსაზრისით, რომ ამ სიცრუის და ტყუილების და დეზინფორმაციის გავრცელების ფონზე კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს. რა უნდა უთხრათ საქართველოს? დაკოჭრებული რას ნიშნავს? რეიტინგები ნახეთ და მიხვდებით, რომ არანაირი დაკოჭრებული რა უნდა უთხრა, ეგ რაც თქვენ რასაც ხო აქცევთ, ხო აძლევთ ინფორმაციას ამ საქართველოს მოსახლეობაზე. ხო გიკიდებენ ფეხზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. რა ვიცი, რატო აქვთ იმედი, რომ ჩვენ მოდი გეოპოლიტიკურ ჩვენ დასაქციელებს ერთ-ერთი მიზანი იყო ეგ, რომ იქნებ როგორღაც საზოგადოება ამათ ვეღარ მოусმინოს საზოგადოება მათ, იმიტომ რომ მათ აქვს საზოგადოებაზე გავლენა, ხალხი ამათ უჯერებს, იმიტომ რომ ამათნაირი ფორმულას და პირველის მსგავსების გნიდები არ არიან. ფაქტებზე და ფაქტოლოგიის მიხედვით ლაპარაკობენ, დეზინფორმაციას და fake news არ აუცელებენ. ერთ-ერთი მიზეზი რასაკვირველია ეს იყო ჩვენი სანქციების, მაგრამ ხო, რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, არ არის სასახად ისე როგორც სურდათ ამერიკაში მოვლენები ისე არ მიმდინარეობს. ირანმა მოახერხა და სიჟიზარი დასცა თელს ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიხაროდეს, ჩვენ მთავრობის ხელშეწყობით არჩეული კურსით და შრომით ჩვენ ვართ უსაფრთხო ზონაში. ჩვენ ავანტიურებში არ მონაწილეობთ. დღევანდელი განცხადებაც იყო აი ამის განსახილვა მართლაც ქართული ნამდვილი დიპლომატიის
მიუკერძოებელი ისეთ დიპლომატების განცხადება, რომელსაც არ უნდა ავანტიურაში გახვიონ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არის ძალიან ახლოს მიმდინარე კონფლიქტებთან, უკრაინასთან, ირანი აქვე არის. ეს ქვეყანა ვერ გადაიტანს ვერანაირ აგრესიულ ამხელადში პატარა ჩანართს გავაკეთებ, აი ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა ცოტა ხნის წინ გეოპოლიტიკაზე, ამასობაში ირანის გარშე დარჩენილ რუსეთს მაგრად უტევს უკრაინა, გაიმარჯვე მეგობარო. არა, ის მოგაშველე, მიდი გამიძე. ესეც ტუპოი გოგოა რა. აი ამ ტუპოი ქალებმა არა, შავა, ხა მწოდნეა მაგ საკითხში. უტევსო? იო. ანუ უყურე წინწევიწიეთ. ბუნებრივად რო თქვა, ყურადღება უკრაინიდან გადავიდა. ანტირაკეტები პეტრიოტის მიდის ახლა რამდენ ქვეყანაში? 6 ქვეყანაში, სადაც პეტრიოტის სისტემა ანტისარაკეტო და უკრაინას არ აქვს. და პლუს გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც რუსებს როგორ ახეირებს და საიდან გამომდინარე არ ვიცი. მოკლედ მეც ეგ ძალიან ცუდი კალია ძალიან. მეც გავაკეთებ რა კომენტარს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ვამბობდით, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ წერტილში. ესე იგი იქნებოდა ჩვენი სამეზობლო სომხეთ აზერბაიჯანი იქით რუსეთ-უკრაინა აქეთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობთ, რომ ცეცხლის სალში არის გახვეული მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად განსაკუთრებით ეს წერტილი და ჩვენ ვართ გარკვეულ ტიპის ოაზისი. აგინდა ასე გაიგეთ, გინდა ისე გაიგეთ, ამას ადასტურებს. ამას ადასტურებს აგერ ციფრები და ის სტატისტიკა და რუკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება ირანზე, მე ზედმეტ თავმდაბლობის გარშე შემიძლია ვთქვა, რომ ირანის საკითხები მართლა კარგად ვიცი და კარგად ვიცოდი განსაკუთრებით. ერთი ის ვთქვათ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის, არის ძალიან კონტროლირებადი, ძალიან გაფილტრული და რეალურად ესე მარტივი არ არის. ჩვენ ვამბობდით, რომ ირანის სამხედრო ოპერაცია წარმოუდგენელია, რომ სახმელეთო ოპერაცია ბოდიში წარმოუდგენელია. რეჟიმსაც ვერ შეცვლიან ალი ხამენეის სიკვდილზე, ვისაც გონიათ, რომ კაი რამე მოხდა, ეს მე მგონია, რომ თვითონ თავად იყო ამის ესე იგი ინიციატორი თქო ვერ ვიტყოდ, მაგრამ არ გასულა იმ რეზიდენციიდან, 90 წლის იყო. შესწირა თავი და გადაზარდა ჯიჰადში რაშიც გადაზარდა. ჩვენ შიიტური ფილოსოფია რო გავიგოთ, რას ნიშნავს როგორია, ნუ იქ მივხვდებით, რომ სხვა პრინციპები მოქმედებს. ვიცი, ხო ნახეთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას პრობლემა შეუქმნა რეალურად. ესე მარტივად არ დამთავრდება და ძალიან პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა. და მუსულმანურ სხვა შორის. რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი პრობლემები იქნება და ესე მარტივად არ მორჩება რა. ბლიცკრიგი არ შედგება. მე ის გამოხმაურებები იყო, ალბათ ესე თავზე. ხო, ნუ ეგ ჩვენ განსაკუთრებით დღეს მას შემდეგ რაც თავრობამ განცხადება გააუცელა და იდეაში სხვანაირი განცხადება რო ყოფილიყო, აქცია უნდა მოგვეწყო მართლა გეუბნები თავრობისთვის, იმიტომ რომ განცხადება გაკეთა, რომელიც იყო მაქსიმალურად ეროვნულ ინტერესზე მორგებული და არანაირად რაიმე ტიპის ესკალაციის შემცვლელი თეორიული დაშვებითაც კი ყველაფერი იყო გადაზღვეული ამ განცხადებით. ამაზე ატყდა ერთი ამბავი, რომ და ჯერ სხვა შორის სანამ ერთი ამბავი ატყდებოდა fake news-ის მართლა ისეთი სახელმძღვანელო სანიმუშო ის გააკეთეს თელმა ოპოზიციურმა მედიამ, რომ მარტო ირანთან მიმართებით პასაჟი გაანიუსეს. ხო, თელი დანარჩენი. ხო, დანარჩენი ისრაელთან კი ბატონო, მართლა ის დამალეს და თქოს მარტო ირანს გაუცხადეს სოლიდარობა, მიუსამძო ბორის ჯონსონმა უყუროს მაგას და ნახოს დეზინფორმაცია რა არის ქართული არქივის ინტერესებს. კი და ამასთან ეს ხალხი კაცო ფაშინიანზე ხო ამბობს რომ აიო ესეთი ლიდერი გჭირდებაო და რა მაგარი არისო და აგერ ამერიკასთან დავაგდაო და ისეთი ვენსი ჩავიდაო მანდო და ჩვენთან არ ჩამოვიდაო როგორი წერილი გაუგზავნა აი ეგ იყო წუხარება მართლა კი ეგეც რო გაგვეკეთებინა ქრისტიანული ქვეყნის ლიდერის სრულიად ესე იგი მე მგონი ერთადერთი იყო ქრისტიანული ქვეყნის ლიდერი რომელიც ასეთ აზერბაიჯანის ლიდერზე მეტად ასე ვთქვათ წუხარება გამოთქვა. კი ბატონო. მეგობრებო, დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურეთ, ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. ხვალ დედის დღეა და
მაინც და ვიყოთ ერთად და მოგილოცოთ დენის დღე.